დღეს ჩვენ გვაქვს მათთან კითხვა. რა დანაშაულებისთვის შეიწყალა ამდენი ადამიანი, რა დანაშაულებისთვის მშავდებულებმა დატოვეს სასჯელ ახსნილებით დაწესებულება, აი ეს გითხრას ამ ხელისუფლებამ. ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეწყალების შემდეგ ყაველაშვილის ადმინისტრაცია მთელი დღეა დუმილის რეჟიმშია. მიხეილ ყაველაშვილმა 613 მჟავრდებული პირი შეიწყალა. თუმცა არ ამბობს, რომელ მუხლებს და დანაშაულებს შეეხო შეწყალება. ტევ პირველის ინფორმაციით შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პირია. საქმე კი ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, თუმცა არანაირ განმარტებას ამ თემაზე ყაველაშვილი არ აკეთებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ამდენი ადამიანის შეწყალება ერთდროულად, არ ვიცი, ისტორიას მე მგონი არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი, ამ ხელისუფლების პირობებში არა, მაგრამ შემდგომ. მიხეილ ყაველაშვილი 20 დღე არაც ორბელიანების სასახლეში შევიდა. არ მუშაობს არც შეწყალების კომისია. ამიტომაც ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა ქართული ოცნების დიპლომის არ მქონე პრეზიდენტმა რეკორდულად დიდი რაოდენობის 613 პატიმრის პირადი საქმის გაცნობა და მათი შეწყალება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილს სუსიდან იმ პატიმრების სია მიუვიდა, რომლებიც ქართულ ოცნებას წინა საარჩევნოდ ეხმარებოდნენ და ახლა პარტია მათ ვალს იხდის. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ეს კომისია იქ დაკომპლექტებული იყო, მე იქ ინდივიდუალურად საქმეები, რისკების შეფასება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის სუსში დაწერილი სია, სუსმა შესანიშნავად იცის, სუსი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი აი ამ თავდასხმების, რაც მოქალაქეებზე ხორციელდება და ეს არის სუსში დაწერილი სია, რომელზეც უბრალოდ ყაველაშვილს ხელი მოაწერინეს. უნდა გქონდეს ინფორმაცია, რომელი მუხლების მქონე პატიმრები არიან შეწყალებულები, დადგინდეს, ეს არის მძიმე დანაშაულებები, მიზანშეწონილობა არსებობს თუ არა, რეალურად ჰუმანური აქტია, თუ არის ეს პოლიტიკური გარიგება, რომელსაც ქართული ოცნება ყოველ არჩევნებზე დებს კრიმინალურ ჯგუფებთან. დანაშაულის ჩადენის მოტივები და მიზნები, პატიმრის ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, დაზარალებულის მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებები, კრიმინოგენული მდგომარეობის და რეციდივის ანალიზი. ეს იმ საქმის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყაველაშვილს უნდა გაეწია. მაშინ, როდესაც ქვეყანაში უკანონო ბანდფორმირებები კრიმინალურ გარჩევებს აწყობენ, ასეთი მასშტაბის შეწყალება საზოგადოების დიდ ნაწილს უსაფრთხოების რისკებს უჩენს. არ ვიცი შიგნით პრეზიდენტს როგორი სტრუქტურა აქვს, ვის სწავლობს ამ საქმეებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა შეწყალების აქტი, რომელიც განხორციელდება ამ ქვეყანაში, არ წარმოშობდეს უსაფრთხოების რისკებს. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე პასუხისმგებელი ვინც არის, ალბათ იმათმა უნდა გასცენ პასუხი. რა თქმა უნდა, შეწყალება არის მექანიზმი, იმით რითაც შეიძლება პატიმრების რაოდენობა შეამცირო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რა კატეგორიის პატიმრები იქნება გათავისუფლებული, ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია დეტალური ინფორმაცია, ამიტომ ეს შეიძლება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდეს. ყაველაშვილს დე-ფაქტო პრეზიდენტს არ ყავს არც რამე თავისი დე-ფაქტო კომისია. 28 კანონ პროექტის ერთდროულად გაცნობის და ხელის მოწერის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა 613 პატიმარი ერთდროულად შეიწყალა. ოცნების პრეზიდენტი მასშტაბური შეწყალების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ასაიდუმლოებს.